დღეს ჩვენი სტუმარია მუსიკოსი, რომელსაც ძიუდოც კარგად გამოსდის, ილია სულამანიძე. ეხა ამათ შორის გამარჯვებული როგორ იმას ახმათ, იცი? იცი დაუნმოდი ბიჭო. არა, ტყუილია. 9 მილიონი ქეშად მოვწეს. რომელი სოფლიო ჩემპიონი ხარ? არა. სოფლიო ჩემპიონატი. დიდებში არა, ახალგაზრდებში მაქვს ახლა. მე ის ახალგაზრდები არ არიან, დიდები ახლა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Smart Podcast-ი, მორიგი ეპიზოდი. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. დავბრუნდით ჩვენ ისევ ძალიან მაგარ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ილია სულამანიძე. მოგესალმებით ილია, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად, თქვენ როგორ ძანდებთ? კარგად, მადლობა. კარგად. შევახსენოთ ხო ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სპონსორი არის ძალიან მაგარი კომპანია Aromato, აი აქ ამოანათებს ახლა. ასევე ჩვენი სპონსორია Doorhouse-ი, ლინკები შეგიძლიათ ნახოთ აღწერაში. და ასევე ჩვენი ძალიან მაგარი სპონსორი Burger Lions-ი, ბურგერის ლომები, უმაგრესი ბურგერი საქართველოში. გადავიდეთ, თუმცა პირველ რიგში მადლობა ილია, იმიტომ რომ ვიცით ახლა შენ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვს, ვარჯიშების მხრივ, ემზადები შემდეგი იმისთვის, რა ქვია, ჯიუდო ჩემპიონატის და Grand Slam-ისთვის, თბილისის Grand Slam-ისთვის და მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედი და ახლა ჯერ რა ქვია, ილია უნდა შემოვიდე. ილია არ არის ჯერ შემოსული. ჯერ შემოსული არა. აი ეს საერთოდ ვილაპარაკობთ, საერთოდ ვილაპარაკებოდი. ჯერ არ არის შემოსული. შემოსული რატო არ ხარ ახლა გეტყვი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ძალიან ინდივიდუალური ადამიანები ვართ და ყველას გვინდა რომ გამოგაცხადოთ, ანუ ჩვენებურად რა, ხო ხვდები და რომ გამოგაცხადოთ. შენ დაირჩიო ერთი. და იმაზე შემოხვიდოდი რა. კაი, ოკეი. ვინ დაიწყებს? კაი, მე დავიწყე. კაი, დაიწყე. შემოვიდა ფიზიკურად მე შემოვიდა. არა, ეს უბრალოდ. არა, ვითომ არ ხარ და ლაპარაკში შემოვიდა. ლაპარაკში შემოვიდა. იბატონო. ხო, ეს გამოცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ იუმორი. მაინც ჯიუდოისტი რო ხვდებით. აი, მე მაქვს ასეთი ილია. მუსიკოსი და ამასთან ერთად კარგი ჯიუდოისტი. ილია სულამანიძე არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. აი, როგორ შემოსავე ბოლოს გავაკეთოთ 3 მოსმენის შემდეგ. კაი. კაი, ჩემ. ადამიანი, რომელსაც იაპონური ჩვენში ყველაზე კარგად ესმის თავის შინაარსში, ილია სულამანიძე. კარგი იყოს, კარგი. ჩემჯერია, ხო? კარგი ადამიანი, უბრალოდ კარგია. კარგი ძიუდოისტი, კარგი სპორტსმენი, კარგი მოქალაქე, კარგი მეგობარი. ილია სულამანიძე. ო, ეს ეგრევე გახვედი იმაზე რომ შენზე თქვას რომ ყველაზე რომელს აიჩევდი? რავი. სამი მომეწონა სხვათა შორის, ეხლა მესამე ყველაზე მასშტაბური იყო. სამი კაი იყო, მაგრამ რა მუსიკოსზე. მუსიკოსზე უფრო, აჰა. მუსიკოსი რომელსაც ძიუდოც კარგად გამოსდის. მართლა ქუჩაში ესე რომ ცნობენ ხოლმე, ნუ ნახევარზე მეტი ესენ ცნობს რომ შენ ის არა ხარ პიანინოზე რო უკრავ. ჯიუდოისტი ვარ და ესენ ცნობენ და მე რა ხო. ამ ხელა ძალა აქვს მუსიკას. მაშ ასე დღეს ჩვენი სტუმარია მუსიკოსი, რომელსაც ჯიუდოც კარგად გამოსდის, ილია სულამანიძე. ყველაფერს. აბა ეხა როგორ ხარ და გითხარი, როგორ მიდის ვარჯიშები და მზადება? კარგად, ნუ სანამ ვარჯიშებზე გადავალ, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და სიამოვნებით დავთანხმდი აქ მოწვევას, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს თქვენი სამ მეგობრობა, ესე ვთქვათ და თქვენი გუნდი Smart-ი, ბავშვობიდან უყურებდი სხვათა შორის მასთან კაში და ძალიან ხალისობდი რა და ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა რა. აუ ერთ მაგარ ისტორიას მოყვები ილიაზე, ჩვენი შეხვედრის ისტორიას და მინდა ხალხმა გაიგოს თუ რა მაგარი ადამიანია ილია. უსებ მოყვებს სანამ გააგრძელებ რა. მოკლედ ილია იყო ახალი ჩამოსული ოლიმპიადიდან და მინდოდა რომ ჩვენს გადაცემაში, რა გაბუნიას შოუში, იქ სცენარისტები ვართ ახლა და ილია მოვიდა სტუმრად რა და ისეთ ის იყო რომ მინდოდა უბრალოდ ილიასთან მივსულიყავი და ეხლა მთელი საფხული გულშემატკივრობ ადამიანს და საქართველოს ესე გაგვახარა რაღაც და მინდა რომ უთხრა რომ აი მაგარი ქართველი ხარ ძმაო შენ გენაცვალე ეს მინდა უთხრა და მივდივარ ილიასთან და ილია ამბობს თორნიკე Smart-ი და მეთქი ძმაო აუ რა ჯიგარი ხარ ანუ რა იყო იცი ანუ ადამიანი წარმოიდგინე ეხლა სად ოლიმპიადა და აი ესეთი წარმატება და იქ სოფლიო და ჯიუდო და ხო ხვდები და ანუ ადამიანს ისეთ საერთოდ არ აქვს ეგოსის რომ აი
რაღაცა შეიძლება გიცნოს მაგდროს ადამიანმა, მაგრამ არ გაამხილოს რა ხო. მაგრამ ილია მაგარი კაცია, ძალიან მაგარი ადამიანია და ეგეთ რაღაცები არ შეიძლება არასდროს და ისე გამიხარდა მე ეგრევე ვთქვა, იცი რას მარტი ოლიმპიადაზე უნდა მეთქვა და არა ძალიან ხშირად უყურებ ისე კი არა რომ რაღაც გაიარდა მომეწონა რა მე უბრუნდებოდი კიდევაც რომ რაღაც ძალიან ისეთ მიგნებები და ისეთ კაი სასიამოვნო რაღაცები გქონდათ რომ თორნიკეს რო კარგად ეთამაშა ალბათ მოვიგებდით კიდე და რატო ვერ მოიგეთ ხო აი მაგაზე მეშლება ხოლმე იცი რა ჩვენ ყოველთვის ისევ თამაშობდით ხოლმე რა რომ ჩვენთვის აი ახლა გამარჯვება ყველას უნდა რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ისევ ერთობოდით თამაშის დროს იმიტომ ალბათ გვეტყავოდა სენაზე რაღაც ჩვენი მუღამი რო გაგვესწორებოდა ჩვენი მუღამი ქონდა ისეთი რომ აი ვერ წარმოიდგენ ქსენაზე რამხელა იმას გრძნობდით რომ აი თან იქ იმპროვიზაცია მიდიოდა ძალიან დიდ შემთხვევაში ანუ ძალიან დიდ პროცენტში იმპროვიზაცია იმიტომ რომ სტანდარტული ახლა მე ხშირად უყურებ ხოლმე მასანკას რა და სტანდარტული რაც არის სკეჩები რაღაცა მინიატურები ეგეც ხო გქონდათ მაგრამ რაღაცა ცდებოდით იმ სხვა არც რა და ხო ფანტაზიას უფრო მე მქონდა ყველაზე ისეთი ხუმრობა რაც მიყვარს მე ანუ ისეთი ჩემი შოკოლადები ჩემი შოკოლადები მაგრამ ანუ ეს ხუმრობა რომელსაც ყოველთვის გამოვარჩევდი ხოლმე რა ანუ რაღაცნაირი ხუმრობა არის ესეთ ხუმრობა იყო 2017 0 გახსოვს ეს ხუმრობა ესე იყო რა ცეცხლი გადმოვიდა ამ წელს და ხო და 2017 ანუ ვიგებ რა 2017 0 ესე ხო და მოკლედ ვიცი ფაქტია ის არის ვა ძალიან ესე კარგად რო იცნობს ილია ძალიან გვიხარია მართლა მანსანკანი კარგია მაგრამ მოდი ახლა მოგვიყევი რა ხდება ძიუდოში ძიუდოში იმიტომ რომ ჩვენც ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ შენი და არა მარტო ჩვენ მთელი საქართველოს მთელი ქვეყანას უყარს ეს მაგარი ბიჭები ხო ძიუდოში რა ხდება რა მიზნები გაქვს წინ რა ტურნირები გვაქვს და ასე შემდეგ რო გითხრა ნუ ეხლა მთლიანად მომზადების პერიოდი მაქვს რა ცოტა ინდივიდუალურად გვაქვს ჩვენ მომზადება რა ესე რომ ერთად შევიკრიბოთ და ერთად ვივარჩიოთ თელმა გუნდმა არცაა პროდუქტიული იმიტომ რომ ზოგს რა ჭირდება ზოგს იქ ჭირდება ზოგს დასვენება ჭირდება და ნუ მე ინდივიდუალურად გავდივარ ახლა მომზადებას რომ ეს თბილისის გრანდსლემი რაც იქნება მოსამზადებელი პერიოდი ფაქტიურად ევროპისთვის და მსოფლიოსთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ წელს რა და ეგ არის ყველაზე დიდი მიზანი წელს გრანდსლემი 2025 წლის მარტში კი რომელ მარტს იწყება ზუსტად არ ვიცი 20-დან ხო რეიტინგზე იქონებს გავლენას კი, მაგრამ ჩვენთან რეიტინგი ახლა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რა. იმიტომ რომ არაფერი პრივილეგია არ არის, მაგალითად ერთი პრივილეგია ის არის, რომ პირველი 8 კაცი იყოფა და ერთმანეთს არ ხვდება, მაგრამ როცა ძლიერი ხარ, ესე ვთქვათ რა, მაგასაც არ უყურებ იმდენად ვის შეხვდები და როგორ რა. ხო, რა თქმა უნდა. რა მნიშვნელობა თუ ძლიერი ხარ, ხო, ანუ სხვამ იჯავროს. ხო, ანუ ახლა ოქროსთვის რომ მიდიხარ რა მნიშვნელობა ხო, რავი, რაღაცა გოქროდი მე რა. ხო, როცა აგებ მე აქამდე შემხვდო ხო არ იტყვი რაღაცა. ანუ ეხა იდეაში ეს თბილისის გრანდ სლემი იქნება მოსამზადებელი ეტაპი. კი, მაგრამ არა ისე რომ რაღაც გავიდეთ და არ მივაქციოთ, მაგალითად ანგარიში არ გავუწიოთ გულშემატკივრობას, ემოციას და რაღაცა ფეხებს დავიკიდოთ რა პირიქით, მთელი მომზადებით, მთელი ესე ძალისხმევით ვიჭიდავთ რა. ისე ნაკრები, ზოგადად ნაკრები როგორ ფორმაშია? ბიჭები როგორ ფორმაშია? ძალიან კარგი ფორმაშია, ნუ ოლიმპიადის მერე საკმაოდ დიდი პერიოდი ჰქონდა დასვენების რა. ეგ იმიტომ რომ ეგეთი მასშტაბის შეჯიბრი მაგალითად მე პირადად არ მიჭიდავია და ისევ ემზადებოდი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალიან დაძაბული ვიყავით და ეს ყველაფერი რომ დამთავრდა ერთ დღეს და მე თან საქართველოს ჩამოვედი ზეიმის პერიოდი იყო რომ მოგვიწია 1-2 თუ დასვენება რა. მაგრამ დაიწყო ხა მთლიან მაგუნდი. ისა მაგდროს უფრო ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური დასვენება უფრო მნიშვნელოვანია ისე ეგეთი დიდი ჩემპიონატი. ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ ფიზიკურად ისე მზად ხარ ყველაფრის ფაქტიურად თელი ცხოვრება ვარჯიშობ და ფიზიკურად ეხა შენ ვერ დაიღლები იქ ხუთშეხვედრაში. ხო. ხუთშეხვედრაში ისე რაღაცა. წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მთელი გულით გვალეშიკობთ, გულშემატკივრობთ. არა მარტო შენ თელს ჩვენს ნაკრებს კი აუ მე დაწუნებულები ვართ რომ ყველაფერი მაგრა იქნება და რა თქმა უნდა მაგრამ ეს გულშემატკივრობთ სხვადასხვა რა წარმატებას გასურვებთ ყველა პლატფორმაზე და ყველა შოუში რა გაიხარე მე მომზადე პატარა ბლიცი მომზადე ხა ილიას რა ნაკრებთან დაკავშირებით მეთქი რაღაცა კითხავს და უსმენ სათხარ აი უცბად ანახე დაგისო კითხავს და უცბად ნამპასხო რა ნაკრებთან დაკავშირებით აი მაგალითად ნაკრებში ყველაზე მხიარული სარდალაშვილი ყველაზე სევდიანი. აი ეს მოწყენილი, აი სევდიანი ძიუდა. მე ვარ უფრო. მოწყენილი არა უფრო. ხო, რაღაცა ისეთი. ჩაფიქრები. ვიმღერის ყველაზე კარგად. მე. ვინც ეკავს ყველაზე კარგად.
საკვით ვერან ვერ წეკავ. აი ყველაზე კარგად ვინ წეკავს. არ ვიცი ალბათ. არ ვიცი იყოს ინანეიში. ვინ თამაშობს PlayStation-ს ყველაზე კარგად? გიორგი ჩიხელიძე. ჩიხელიძე. ვინ აგვიანებს ხოლმე ყველაზე ხშირად? ლაშა. ბექაური. ვინ არის ყველაზე ძლიერი? შენი აზრით? ფიზიკურად ძლიერი? ხო, აი ყველაზე ძლიერი. მძიმე წონებიდან ან თუშიშვილი ან ინანეიშვილი რა. ინანეიშვილი. კი ბატონო, მე ამოვწურე ხო არ დაამატები. სევდიან სიმღერებს მიმღერებს ყველაზე კარგად. ეს ყველაზე სევდიან მე ვარ. კაია, კი ბატონო, ის არის, ოკეი. მაგარი იყო. კაი ბლისი ქონდა. ეს ხო პირველად იყო. პირველად დაგესტეთ ხა. შორის და ისეთია რა. ჩვენ ახლა გავიგეთ ილიას სამომავლო გეგმების შესახებ და რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებთ. ვიცით რომ ყველაფერს საუკეთესოს მიაღწევს და საუკეთესოში ოქროს გულისხმობ. მე დარწმუნებული. ესე საქართველოს გაგვახაროს ყველას. და ეხლა მოდი გადავიდეთ რაღაცა ვითამაშოთ რა, იმიტომ რომ მე მაგ ძალიან მაგარი თამაში მომზადებული, მაგრამ აბა. ხო და გაცდი მე მიდი. მოკლედ მე მოგიმზადეთ ესეთი თამაში რა. სხვათა შორის ეს თამაში წინა პოდკასტშიც ერთხელ დავტესტეთ. იმასთან, ნოდარ სიმსივესთან. დიახ. და ძალიან საინტერესო გამოდგა რა. ანუ თამაში მდგომარეობის შემდეგში მე გეტყვით ფაქტებს ზოგადად და თქვენ დამითხრათ რეალობაა ეს ფაქტი თუ მითია. ანუ მე მოვიგონე თუ რეალობაა. კაი. ოღონდ ძალიან დეტალებში არ შეხვიდა, ეხა 17 არა 18 იყო და რაღაცები არ გინდა. არა, შევალთ მოხდა. კაი. ოღონდ ინდივიდუალურად თამაშობთ რა. ინდივიდუალურია. რა შეგიძლია მიპასუხო რომ რეალობაა, გიგამ თქვას რომ მითია, შეგიძლიათ იკამათოთ ამაზე. ხო. კი ბატონო. გავიდე ამ თქვას რომ ილიას მე ვერ ვეკავათ. ინდივიდუალურად თამაშ, ანუ ფიზიკურად. ანუ ჯგუფი არ ვართ ხო? ანუ გაიფიანებთ ცალკე. ხო, ოკეი. ცალკე. დავიწყოთ ხო? მიდი. პირველი ესეთი ფაქტი. ილია სულამანიძემ 2019 წელს ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ვანტააში მოიგო. ეს იყო 23 წლამდელთა შორის რო იყო? ჭაბუკები მე მგონი ეგ არის. ილიას კითხა. არა, ილიას. ილიას გავყურება რომ აი სიტყვა მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა. ფინეთის ეს არის ამთლიანად ტყუილი, ამთლიანად მართალი. კი. არა, კი მოიგო. რომელი წელი თქვი? 2019. 19 სად იყავ ილია? ფინეთში გარი ყავი. ბერკანაში იყო ძალიან. აუ. პირველი ბუენოს-აირესში ქონდა მე მგონი. არგენტინაში იყო პირველი. პირველი წელს ჭაბუკებს შორის ეგ იყო. ნიშნო ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, პირველი ეგ იყო და მერე იყო ეგ 19-23 წლამდელთა შორის იყო ევროპის ჩემპიონატი და ფინეთში ქალაქი მითხარი? ფინეთის ქალაქ ვანტააში. ვანტა. აუ, ვანტა არ მგონია რომ ფინეთის ქალაქი იყოს. ვანტა არა? ფინეთის ქალაქი. ილია ვანტააში ხარ თუ არა ნამყოფი? კი. ხარ ნამყოფი ვანტააში? ხო, მაგრამ სად არის? აი, სად არის ვანტა? ვანტა სად გონია, იცი? მგონია რომ ავსტრალიაშია. აი, ავსტრალიაში ხარ ნამყოფი? არა. ავსტრალიაში. ბიჭო, ვანტა როგორია, იცი? აი, ნახე. იაპონიაში ხო არის ვანტა? ბიჭო, ანუ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ილია სულამანიძეზე არის ეს ამბავი რა მოკლედ. არა, ვიცი ხო, მაგრამ ანუ თქვენთვის მსჯელობ და ილიას არ ეკითხები. მართალია. არა, ილია ჩემი აზრით მართალიას თუ იტყვის, ანუ მე წავყვები ილიას. მართალია ჩემი აზრით. აი, მაშინ დაველოდოთ ილიას. უბრალოდ ვერ გავიგე კარგად რა დეტალები. აუ, თავიდან. წავიკითხავ. ჩემი აზრით მართალია. ილია სულამანიძემ 2019 წელს ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატი ფინეთის ქალაქ ვანტააში მოიგო. მითია თუ რეალობა? ბიჭო, მოგებული რო აქ ეგ ვიცი. აშკარად. და სად მოიგე? ფინეთში მოიგე? ტყუილია? იმიტომ რომ ანუ ჭაბუკებში არ მაქვს ევროპა მოგებული რა ახალგაზრდებიდან დავიწყე და ხო და ჭაბუკები 23 წლამდელები არის თუ ახალგაზრდებია 23 წლამდელები? ჭაბუკები არის 18 წლამდელები. მე ვიცი რომ 23 წლამდელები გაქვს მოგებული და შეიძლება ჩაწერაში შეეშა. ტყუილია. ტყუილია. ტყუილია? ტყუილია, იმიტომ რომ ჭაბუკებში ევროპა არც მაქვს მოგებული და ვანტაში მოვიგე, მე მგონი ახალგაზრდებში. აი, შენ რა სიტყვა. არა, ბიჭო, მე ვიცი რომ მოგებულია, ოღონდ დავაღნიო თუ მართალი უნდა უთხრათ რა. ანუ შენ რა სიტყვე ხარ? მართალი ხა გვატყუე? ხო და მაგასაკის შეგვიძლია არ გატყვი. მოიცა. კაი, ნიკა რა ხარ? ანუ მე ვიცი რომ შენ მოგებული გაქვს ახალგაზრდებს შორის? ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდებს შორის ვიცი რომ მოგებულია. მართალია. კი, მართალია. მართალია. კი, მართალია. მართალია ხო მოიგო. მართალია მოიგო. და სხვათა შორის ან მაგ ჭაბუკები შემეშალა მე? ხო, შეგეშალა მეთქი რა ძალით გააკეთა რომ ან ვიდეოში სტატია რაც იდო ინტერნეტში ტყობა იქ იყო არასწორად მე პირდაპირ ჭაბუკები ესე იგი 18 წლამდელები. და სხვათა შორის მან შეჯიბ ვანტააში რა რეკორდი დავამყარეთ
5 წონაში ვყავდა. 5 წონაში ვიყავით და 5-ვე წონა ჩვენ მოვიგეთ რა, მათ შორის. მართლა. ხო, ლაშამ მოიგო ბექაურმა, მე მოვიგე, ზალიშვილმა, გრიგალაშვილმა. ხო, ერთ თაობის და თუთაშვილმა მოიგო 66 კილო რა. ძალიან მაგარი. ვაუ. აი, ანუ გამოიცანით ეს. გამოიცანით. და ისა ვანტა კაი ქალაქია. ვანტა პირველად გავიგე, მე არ ვიცი. სხვათა შორის ჩვენ ვერცერთ ქალაქს ვერ ვნახულობთ, სადაც ჩავდივართ ხოლმე რა, ესე რომ მოგზაურო ვიმოგზაურეო ვერ იტყვი რა, იმიტომ რომ სასტუმრო დარბაზი, სასტუმრო შეჯიბრი. და იქ რა გზაში რომ მიდიხარ შეიძლება ცოტა დაათვალიერო. შეიძლება სურათი უფრო კარგად ქონდა. წარმოიდგინე, ანუ ამდენ ჩემპიონატს დადიხარ ამდენ ქალაქ. ეხლა მე რო ვუთხარი ბუენოს აირესში იყავი მეთქი, ანუ შეიძლება რა მნიშვნელობა ბუენოს აირესში კიდე მოახერხი გავლა გამოლა, იმიტომ რომ ოლიმპიადა ზოგადად დიდხანს იწელება ერთი თვე არის რა. და მაგხრივ ხო კი ბატონო. ან ზბორებზე რო ჩავდივართ ეხლა იაპონიაში, საფრანგეთში, ძალიან კომფორტულად ხსნობ თავს რა, იმიტომ რომ მოძრაობ ერთის განმავლობაში კიდე თუ არა რა. ხო კი ბატონო. იქ მეტროთი დადიხარ რაღაცა და ეცნობი რა. ისე ეს არის რა, ანუ აი ქუჩაში ახლა გწნობენ ხოლმე მაგალითად აი უცხოეთში იშვიათად ძალიან. იაპონიაში კი. მაგრამ ეხლა ნუ დარბაზში რომ მივდივართ და ტატამზე ვარჯიშობ და ძიუდოს ვარჯიშობ, დარბაზში გწნობენ ახლა ვინც ძიუდო იცის. კაი, შემდეგი ფაქტი. მიდი. აბა მიდი. დოლარი დოლარი. შეგიძლიათ გადაახურდაოთ 293 სხვადასხვა ვალუტაში. კაი. კაი, ქვეყნების რაოდენობით დავიწყოთ მაშინ. სულ არის 210. ხო, 210 ოფიციალური ქვეყანა არის. მაგრამ შეიძლება რა ქვეყანაში ორი ვალუტა იყოს, არა არ შეიძლება. არ შეიძლება ევროპის ქვეყნებში. ევროპაში ევროებიც არის და რამდენიმე ქვეყანაში თავისი ისიც აქვს. ხო, მაგრამ ევრო ეხა ისეთი არის, რომ ბევრი ქვეყანა არ იქნება ისეთ, სადაც ორი ევროს გარდა განსხვავებული. ვაუ. 293 ვალუტაში შეიძლება რომ გადაახურდაო. დიახ. ტყუილია რა, ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ აფრიკის ქვეყნებში ხარ რაღაცა მაშ ტომებს თუ აქვს თავისი ის, არ ვიცი. ტომებს ხო არ აქვს რძეში, რძე. არა, ვალუტა. არა, ნახე შეხედე ვალუტას აქ გულისხმობ ჩვენ ქაღალდის კუპიურას. ხო, კუპიურას და არა იმას რა, ფოთოლს. აი, ნახე ხო და აი მან დარი. ხო, მაშინ მასეთო შეიძლება რომელიღაცა ტომს კონდეს რო ხო, ორი ჩვენ ვაჭრობთ ამ რა ქვია ციფრის ფოთლით და ვალუტა ამათი. ბიჭო 293 მაინც ბევრია. ბევრია 200. კარგად და 292 ხო არა? არა, მე ყოველი მგონია. მგონია. მართალი. მართალია ნიკოშ. კაი, ანუ საბოლოო პასუხი რო მინთხრათ? ტყუილია. ტყუილია. ტყუილია ჩემი. ტყუილია 293 ძალიან. მართალია. მართალი. მართალია? მართალია. დოლარი შეგიძლია გადაახურდაო 293. აი, მომისმენ სხვადასხვა ფულის. აგვიხსენი მაშინ მე და ილიას ახლა იმის აგიხსნა რა 293 ჩამოგითვალა? არა, 293 ვალუტა არსებობს, ანუ? ანუ არსებობს რა, არსებობს ფულის ერთეული 293 ცალი. სოფლიოში და ყველა ამ ფულის ერთეულში ხურდავდება დოლარი. კაი, მე ვიცოდი. დოლარი თუ გაქვს ძლიერი ხარ. რა იცოდი პროსტა. ვიცოდი ძმაო, პროსტა. კაი, ესე იგი 2 1 1 ჩვენ გზაში ვლაპარაკობთ. რა გზაში? მაგაზე ვლაპარაკობთ. ხო, არ გაგიარო, ისთვის გვათამაშებ თუ იცი. კაი, შემდეგი ხო? ანუ ვიგებ ხო ჯერჯერობით. ჩვენ ლოგიკა უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ფაქტმა არ შევიწო ხელი რა. თვითონ ფაქტი იყო სუსტი. ბაკურიანს 1955 წლამდე გერმანული სახელი ტრაუნბერგი ერქვა. 45 წლამდე? 45 წლამდე ვერ იქნებოდა. იმიტომ რომ გერმანელები პირველი მსოფლიო ომის დროს იყვნენ საქართველოში რაღაცებს აკეთებდნენ, მაგალითად ჭიათურაში ააშენეს რაღაცეები, ააშენეს ტყიბულშიდაც აქვს. ხო, ტყიბულშიც გერმანელი ტყვეები. კი. და გერმანულ სახელს რატო დაარქმევდა ეს კავშირი, რომელიმე ქალაქს. თან შეხედე 45 წლამდე ეს ვითომ ეხა მსოფლიო მეორე მსოფლიო ომი რო დამთავრდა, მაგიტო არა მანამდე 41 წლიდან უკვე მტრები იყვნენ, რა ქვია, აქვე რუსები და ის რა ქვია, საბჭოთა კავშირი და გერმანია. ის არის კიდე რომ ორი სიმართლე არის ნათქვამი და ახლა ტყუილს ჩააგდებს რა. ხო, ეგეც არის კი. იმიტომ პირველი ხო სიმართლე იყო თავისი ჭკვით, უბრალოდ ჭაბუკი და ისე, ხო. ბიჭო, რა არიცი? ხო, არ ვიცი. მე რაღაცა ეგეთი მახსოვს, რომ არა ბიჭო, ისე დაუფიქრდი, ნახე 41. რატო გეუნები შენ ჩემი მოწინააღმდეგე ხარ? ბაკურიანამდე რაღაცა ერქვა. თან 45 წლამდეო. ბიჭო, ანუ ეგ მიტო აქ რომ მეორე მსოფლიო ომს გავიხსენებდით და ხო, მეორე მსოფლიო ომი. ეს ფაქტი? მაგას ამბობ. არა, რაღაც ფაქტი არსებობს, უბრალოდ შენ შეიძლება ერქვა, მაგრამ ერქვა 18 წლამდე და არა 45 წლამდე. წელი შევცვალე. ხო. ან ბაკურიანს არ ერქვა. და სხვას ერქვა. ტრაუნბერგი არის როგორი გერმანული სახელიცი, რომ
აი გერმანელმა უნდა დაარქვას ვიღაცამ და იქ 45 წელი და მაგ პერიოდი არის საბჭოთა კავშირი ხ წარმოიდგინე სტალინის მაგ პერიოდში არ ამგონია და ტრაუნბერგი ქვია რომელიმე ქალაქს რა ხო მით უმეტეს ანუ მეორე მსოფლიო ომია და რავი არა ეგრეთ რო ყოფილიყო 50 წლამდე იყო მოკავშირეები ტყუილია ხო ტყუილია რა თქმა უნდა ხო აბა რა ტრაუნბერგი ისეთი ტრაუნბერგი რა მოგაფიქრე ტრაუნბერგი ანუ ჩვენ ძალიან კარგად მივიდოთ ლოგიკით გიგა მოყვება ამ იმაში უბრალოდ აი ესე მე ვარ ჭკვიანურად ინტუიციით კი ჭკვიანურად შევ აბა მიდი შემდეგი მარტორქის რქა ხო 20% რკინას შეიცავს მართალია სხვადასხვა მარტორქის რქაზე მონადირეების და ბრაკონიერების საკმაოდ დიდი რაოდენობა არსებობს და ალბათ ერთ-ერთი ეგ შეიძლება იყოს არა მაგ რკინის გამო ხა მაგრამ რკინა ხო წადი და რკინა ხო სხვა ფასი აქვს სხვა რამის გამო მაგრამ რამდენ პროცენტს ვიკა 20 ა 20% შეიძლება შეიძლება დანარჩენი სხვა იყოს ეგრეც ხო არის მეტი მგონია რა მეტი გონია ანუ უფრო მეც შეიცავს მაგალითად ეხა რამდენი კილო არის ხა მარტორქის რქა ტონა ხო იქნება მარტორქა არა მარტორქა არა მარტორქა რქის გარეშე მარტორქა კი არა ანუ მარტორქა კი არა ანუ მარტორქა ერთდროულად ანუ მარტორქა ხო მარტორქა ანუ მარტორქა თუ მარტორქა მარტორქის გარეშე მარტორქა რქის გარეშე ანუ მარტო ეგეთი ცხოველი რო ქრქარო არის და მარტო არის ტონა იქნება რა ხო გავიგე მაგრამ 20% რა გავიხილავთ აი რა მოგწო მართლა უფრო დაგვაბნია ხო ეგ არის რა ტონა არის არა ბიჭო რქა თუ შეიცავს რქა აი 20%-იო და ანუ რა მნიშვნელობა მაგალითად 10 კილო რო იყოს რქა და 2 კილო იქნება რკინა იქნება ხო მაგრამ უფრო ხრტილია რა ხო აი რაღაც სლოვანი შემადგენლობა ბრაკონიერები ნადირობენ მაგაზე ვიცი მაგრამ სწორი თქვა ილიამ რომ რაღაცას ანუ რკინა ისეთ რა რკინის გამო რატო ვინადირებ მარტორქის რკინა რავი ანუ იმ რო გეუბნება მაგის გამო არ ინადირებ ხო კაი ტყუილია მართალია შენი აზრით ტყუილი შენი აზრით მართალი რუსულ სკოლაში აუ ჯიგარი მართალია ხო მართალია ტყუილია რა თქმა უნდა ტყუილია რა 20% აი მე ჩამიგარი ბიჭო აი ლოგიკას ვერაფერი ვერ დაუდგება ნუ გათანავდა ჩვენ გვაქვს რკინასავით ლოგიკა და რკინა 20% რკინა გათანავდა ამ შემთხვევაში ანგარიში აუ როგორ მეკონა აბა რა თბილისის მეტროს 22 სადგური არსებობს აუ დავჩამოთვალოთ გავყვეთ ხო ანუ მომისმენე 22 ფუნქციონირებადი იმიტომ რომ სადგური არსებობს იმაშიც რა ქვია რაში უნივერსიტეტთან თავისუფალ უნივერსიტეტთან არის ამოსასვლელი მაგრამ არ ფუნქციონირებს თავისუფალ უნივერსიტეტთან არის გაყვანილი არის გზა უბრალოდ არ ფუნქციონირებს აი მაქსიმუმ 1 იყოს ეგ აი ეგ არის ხო ეგ არის თვლება კაი 22 დავთვალოთ ჩამოთვალოთ კაი ამ ხაზიდან დავიწყოთ საიდან მოყვებით სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოვყვეთ სახელმწიფო უნივერსიტეტი მე იქნება ვაჟა დელისი არა დელისი სამედიცინო რკინიგზის არა ტექნიკური რკინიგზის სადგური წერეთელი რკინიგზის სადგური და რა ქვია ეს ხაზი დამთავრდა რამდენია 7 ეხა იქით უნდა იყოს ესე იგი 15 დათვალე 15 ბევრია 15 ბევრია იქ და არა მოყმეტელი ეხა დავიწყოთ ახმეტელი და ახმეტელი გურამიშვილი სარაჯიშვილი გოცირიძე დიდუბე გოცირიძე რუსთაველი თავისუფლება გადაახდი ძალიან ხო სამასები მარჯანიშვილი აუ მოიცადე რა აუ სამასები და ვარკეთილი და ის იქით კიდე ზევით არის ისანი რამდენი ქონა შენ ახლა აუ ამერი მან სიზუსტე გჭირდება ხო რაღაცა 20-მდე და 20 ხო არ არის იმენა სიზუსტე აი ჩემთან იყო 7 ეს ხაზი არის 7 ხო აქ იქნება 15 ხო აი გავყვეთ მოდი ახმეტელიდან დავიწყო მე რაღაცა ლოგიკას ვეთქვი ილია მიყვებოდა ისმენდი შეიძლება რაღაცა მან მინიმალური 21 იყოს და 22-ს გვეუბნება ან რაღაცა 23 იყოს და 22-ს გვეუბნებოდეს რა ხო და ამიტომ სიზუსტე გვინდა რა ზუსტი გვინდა აი გავყვეთ ტყუილია 22 კაი მოდი დაზუსტებისკენ წავიდით ნახოთ დაიწყე 7 მქონდა აქ ხო ეს მხარე მოიცა რკინიგზის სადგური 1 რკინიგზის სადგური 2 ითვლება დათვალეთ
კაი, ახმეტელი. ზუსტად მაინც ვერ გიხსენებ მაინც. ხო, ერთი. კაი, მოდი ინტუიციას მივყვეთ. ჩემი აზრით მართალი. ტყუილია. ჩემი აზრით ტყუილი. 24 არის. 24. შენი რამდენია 22? შენი აზრით? რაღაცა 21 ან 21-ით განსხვავებული. 23 ან 21. ტყუილია? ხო. 23. 23. ერთით განსხვავებული ხო გითხარი? 24 თქვია. ასპეაგე? არა, ტყუილია მე. ტყუილია. კაი, ესე იგი თქვენ მიგებთ ახლა მე 4-4-3. და ლოგიკა გამოგვადგა ახლა ეს და არა, ეს ლოგიკა იყო, მაგრამ просто 23-ია მართლა? აბა. დაჯიკი იგულა. რომელი მხარეც გინდა? ხანი გამოდი. თან ერთი გადახდით მარტო. კი, აბა. საათ ნახევარი უფასოა, მიდი. აი მე კაი რეკლამა გამოგვივიდა თბილისის მეტრო. ჩვენი ახალი კონცერტი. ერთი გადახდით. კაი, შემდეგს გეტყვი. კი, მიდი. რამდენი მე დაგვრჩა? მგონი ბოლოა. არა, 2 დაგვრჩა. 2 დაგვრჩა, კაი, ესე შანსი მაქვს, იმიტომ რომ 4. ზელანდიაში გველები არ არსებობენ. ახალ ზელანდიაში? ახალ ზელანდიაში. ნამყოფი ხო არ ხარ? გველები არ არსებობენ. გასკო არ არსებობენ, არ არიან საერთოდ? რატო არ უნდა ბიჭო, ლოგიკურია, რომ შეიძლება არ იყოს. რატო? იცი რატო? ბიჭო, ტროპიკული ის არის, ტროპიკის ცოტა ქვემოთ არის. მარა. რა ვიცი. ცოტა აკეთე. მარჯვენა მხარეს. ბიჭო. გველები არ არსებობენ. ბიჭო, მაგრამ აი არ არსებობს. ილიას მოусმინე. ადგილი არ არსებობს შემენ, სადაც არის. შეიძლება რომ არ იყოს. გველი, ანტარქტიდაზე არ არის გველი ვიცი. ანუ გველი გაყინული იქნება. ედემის ბაღში დაც იყო. ხო, ყველგან. თავიდანვე იყო და. ხო რა. არა, იქნება, კი, მართალია. ნახე, თან მართალია კი არა და ტყუილია, ანუ არის. კითხვა როგორ არის დასმული? მიდი. არ არსებობს, ანუ ტყუილია. მაგაში უნდა კითხვა როგორ არის ახალ დასმული? ზელანდიაში გველები არ არსებობენ. ხო, ტყუილია. ანუ არსებობენ. რა სიტყვილია? ბიჭო, რატო არ უნდა არსებობდნენ? რატო უნდა იყოს ხო ზელანდია მით უმეტეს? არ არის ისეთი ის რა. ავსტრალიასთან ახლოს არის თან და. კაი, მართალია არ არსებობენ ახალ ზელანდიაში გველები. ხო. როგორ? მართალია. მართალია. მართალია? არ არსებობენ, ხო. არიციან? და კანონი აქვს ესეთი თუ კი რაღაცა მოხდა და საიდანაც გამოჩნდა. არა, ერთი არავის არ ჩაუყვანია გველი ახალ ზელანდიაში? ბიჭო, არა, ნახე, ეხა 1, 2 და 3 რო სადღაც არსებობს და ვიღაცას მოშინაურებული ყავს, ეგ არ ითვლება. ანუ ეს ზოგადად ფაქტი ან ჩვენთან შეიძლება კენგურუ არ არსებობს. მაგრამ სადღაც არა, იყოს. კენგურუ ყავდეთ რა. აჰა, გასაგები. ფაქტი არის ფაქტად ესე, რომ ახალ ზელანდიაში გველები არ არსებობენ. როგორც საჩხერეში მტრედები. მართლა? არა, კი, მართლა. საჩხერეში მტრედს ვერ ნახავ. მაგრამ შეიძლება ჩაიყვანო. ჭიათურის ისა ხო რაღაც. არა, ეს არა, საჩხერეში ვერც, ანუ ვერავინ ვერ ნახავთ მტრედს. ანუ არ არსებობს. მაგრამ ხო შეგიძლია ჩაიყვანო. შეგიძლია ჩაიყვანო, მაგრამ გამოფრინდება აუცილებლად. არა, არ გაგიგია? არა, მართლა, ანუ ბიჭო, ეხლა შეიძლება სადღაც იჯდეს რაღაც, მაგრამ ანუ ესეთი ჩაულებრივი ის არის და ჭიათურაში წამოვდნენ ხოლმე. აი, ჭიათურაში თუ ამობენ, მაგათ ხო ის აქვს რა, დაპირისპირება. არა, უბრალოდ წედები არ არიან მართლა საჩხერეში. კაი, ბოლო ფაქტი ხო არ გითხრათ? მიდი გითხარი. მე წაგებული ვარ. მართალია. ფეხბურთი კარგი. ოფიციალურად აკრძალულია ავღანეთში. ფეხბურთი. ისე ფეხბურთი. რატო შეიძლება? ხო, ეგეც შეიძლება ომის გამო. მე არ მახსოვს ავღანეთს ნაკრები ყავდეს. კი, ყავს ავღანეთს. მინახავს. აბა, შეიძლება ეხა აკრძალული შეიძლება ეხა აკრძალეს, არ ვიცი. ანუ ახალი ინფორმაცია. მე არ მახსოვს, რომ ანუ გასვლები აქვს. ეხა ვიხსენებ ავღანეთი. ყავს. კი, ყავს, მეც მახსოვს, ავღანეთის ნაკრები მახსოვს. შეიძლება ნაკრები ყავთ, მაგრამ გასვლას თამაშობენ სულ, ხო? ხო, მაგრამ ნაკრები ხო უნდა შეიკლას. ანუ აკრძალული რატო უნდა იყოს, რომ ითამაშებ და დაისჯები რა, კანონი დაგსჯის. აი მაგას კი აკრძალული. ფეხბურთს თამაშობ და ვიღაცა რომ მოგჯდეს რა, აბა. არ ითამაშოვა? გიგა. ანუ კითხვა როგორ იყო? ყავს. კითხვა არ არის. ანუ აკრძალულიაო, ხო? ავღანეთში ფეხბურთი ოფიციალურად ოფიციალურად ანუ ავღანეთი შეიძლება განსხვავებული ქვეყანა იყოს, ახლა სხვა ქვეყანა, მაგრამ ფეხბურთს არ აკრძალავდნენ. ოილია, სად აქვს მაგის რომ ეგ მოფიქრებოდათ? ოილია კი, ჩემი აზრით. ხო. აი, სად არის რა მაგის? პრობლემა მეც მგონია რომ ტყუილია. რა პრობლემა შექმნას ფეხბურთს? ხო, ნუ მე როგორც ნახე, მართლა ეგრეა, ანუ ოფიციალურად აკრძალულია ავღანეთში ფეხბურთი. რასამ? რა საიძე ნახულობ, ხო წევი მითხარი. და ხო და ამ ძიმე ფაქტის მერე გადავიდეთ ამდი შემდეგ. არა მე შეიძლება ნახე მან ხო ჯარისკაცები ჭირდებათ რა ახალგაზრდა და არა უნდა ჩაერთოს სპორტში და რაღაცა. მაგას დავედი ბოლოს რა, მაგრამ გვიანია. ვა. ანუ ილიამ და გიგამ მოიგეს.
ეგრე გამოვიდა. გამარჯვებულები. კაი. ეხა ამაჩოჩ გამარჯვებული როგორ იმას აკმათ, იცი? იცი დაუნმოდი ბიჭო. რომელიც მოიგებს. ის იყოს გამარჯვებული. 65 კილოში. 65 კილოში. კარგი თამაში გამოვიდა მე მგონი. კარგია. ეხა რომელი ყველაზე ძალიან რომელი ფაქტი მოგეწონათ? ყველაზე მეტად გოლები რო არ არსებობენ, გოლები რო არ არსებობენ, ეგ ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ მგონია რომ ველური ბუნება არის ახალგაზრდა. აი რომელი ფაქტი გამოგადგებათ ცხოვრებაში? არა და ერთი ავღანეთში რო ფეხბურთს აკრძალულია. იმიტომ რომ ჩავალთ. კაი, რომელ ფაქტს მოუყვებით მეგობარს? რომელ ფაქტს მოუყვებით მეგობარს? მეგობარმა ნახოს. მეგობარო უნდა ნახოს. თვითონ კაი, შევახსენოთ ჩვენს ეს როგორ ფაქტებია, ის იცოდი, რომ ავღანეთში ესე ჩვენ მაყურებელს შევახსენოთ რომ გამოიწერონ ჩვენი გვერდი. აუცილებლად რომ მსგავსი კარგი სტუმრები გყავდეს ხოლმე და უფრო კარგი ვიდეოები გავაკეთებთ. და დაგვეხმარება ეს ყველაფერი ჩვენ რომ ჭირდება და უფრო მაგარი ეპიზოდები შეგვიძლია. აქვე ამონათეთ ეს ჩვენი სპონსორები. სამივე არომატო დორჰაუსი, ბურგერ ლაიონსი. კი ბატონო, კიდე დაგვემატება, დარწმუნებული ვარ და ჩვენ ესე აი აქედან დაიწყება ჩვენი ის რა. ხო და მოკლედ ეხა ისე კარგად წავედით ჩვენ რომ გადავიდეთ ეხა ილიას გულახდილობის დრო. მოვიდა ილიას ნაჯახი კითხების დრო მოვიდა. ნაჯახი კითხები სად არის თორნიკე? მე სანამ მოგაჭრით ამას. თქვენ აუხსენთ ილიას ზუსტად რა არის? ხო, მოკლედ ჩვენი შემდეგი რუბრიკა. ჩვენი შემდეგი რუბრიკა არის ნაჯახი კითხვები, რომლებიც პირადად ესე პირდაპირ მაჯახეთ. და ფურცელზე გადავიტანეთ და თუ რამე ისეთი უხერხული იქნება, ვიტყვით რომ ჩვენი დაწერილი არ არის. ძალიან მარტივად შეგვიძლია გამოვთხრათ. ხო, გამოვთხრებით რა. ძალიან გულწრფელები ვიყავ. ხო და მოკლედ აბა აი აქ გირგობით ამოიღე ხმამაღაც აიგითხე და გულწრფელად გვიპასუხე. ჩვენ ჩავერთვებით. რამ ხელა გითხვა. წავიდანო დიდი. ვარჯიშის დატვირთულობიდან გამომდინარე, ფიქრობ რომ ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო წლებში საკმაოდ ვერ ერთობი შენ თანატორებთან ერთად? საკმარისად ვერ ერთობ. ანუ ხო. საკმარისადო, საკმაოდ. ნუ ჩემი გართობა რაც არის და რითაც სიამოვნებას ვიღებ ესე ვთქვათ, მაგაში არ ვიზღუდები ხოლმე რა, ვარჯიშთან გამომდინარე, იმიტომ რომ ფეხბურთი მაგალითად FIFA სულ შეკრება ზოგი ხოლმე თამაშობთ, ან ისეთ ფეხბურთი მოგნინდება ფიზიკურ დატვირთვაშია. მუსიკა არის და ინსტრუმენტი სულ დამაქვს ხოლმე. ასე რომ არ ვთვლი რომ რაღაცა ძალიან შეზღუდული ვარ, ნუ ეხა იქენ ის რომ რაღაც დაბადების დღეები შეიძლება ვერ ვიარო, იქ რაღაცა. აი ხო, მსგავსი რაღაცები არის. მაგრამ დიდი დანაკლისი არაა ჩემთვის რა. ასე რომ ძალიან რთული ცხოვრება არ გვაქვს მაგ მხრივ რომ შეზღუდულები ვართ. უფრო იმ მხრივ გვაქვს რომ ძალიან ბევრს ვარჯიშობთ რა და დატვირთულები ვართ. ახლა ძალიან ამომწურავი პასუხი. კი, ძალიან კარგი და ეს მომავალი ჯუდოკებისთვის, ესე ვთქვათ, ძალიან კარგი პასუხი იყო. რომანა ძიუდო რითი გახდებოდი პოპულარული და რითი ასახელებდი საქართველოს. ნუ ფიქრობ ნებისმიერ სპორტში დავიხარჯებოდი რა, რომელშიც არ უნდა შევიყვანე, მაგრამ ხელოვნების კუთხითაც წავიდოდი რა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგ სფერო რა, მუსიკა უფრო. და რომელიმე მუსიკალურ სფეროთით გავაცნობდი რა, საქართველოს სხვა ქვეყნებს რა. მე ვფიქრობ რომ რაგბისტი იქნებოდი ძალიან ესეთი კარგი. სხვა სპორტში და ესეთი აღნაგობა გაქვს რომ მგონია რომ რაგბისტი იქნებოდა ძალიან მაგარი. ნუ ნებისმიერი სპორტი, ყველა სპორტი მიყვარს სხვათა შორის საყურებლად იმდენად არა, რამდენადაც სათამაშოდ რა, თუ გინდა რაგბი და თუ გინდა ფეხბურთი, თუ გინდა ისე წიგნში რო შენ დაწერილი ისინია. შეგიძლია წიგნი წაიკითხო, მაგრამ არა. არა ესეთი. სალმან რუშდი არა შენ. არ შეცდი ხო. 9 მილიონი ქეშად მოგწეს ხო. ესე ხო იცი ახლა მე. ეს ჩვენმა subscriber-მა გამომიგზავნა. სხვათა შორის სასიამოვნო მესიჯი იყო. ბარაცე. ესე. ან იგივე ხმა ქონდა SMS, როგორც სხვა SMS. არა, ის ახლა მოკლე. ხო, ნუ ბარაცე და ზოგადად ძალიან მაგარია. დაფასება არის და ძალიან მიხარია, რომ ეგ კი არა 100 მაგათ 200 მაგათ უნდა დაფასდნენ, მაგრამ ძალიან მაგარია ეგ და ანუ კი, ძალიან დიდი ხელშეწყობა რა სახელმწიფოდან რა ესე ვიტყოდი და მე მაგალითად როგორც სპორტსმენი არ ვძნობ იმას რომ რამე მაკლია რა ესე. ყველაფერი გაქვს პირობა იმისთვის რომ იშრომო და აბა რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. UFC-ში ჯონ ჯონსის დამარცხება თუ ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონობა ესეთი. რომელიო რა? ჩემპიონი ხარ უკვე. არა ვარ. სოფლიო ჩემპიონატი. დიდებში არა, ახალგაზრდებში მაქვს ახლა.
მე ის ახალგაზრდები არ არიან დიდები ხო? არ მოგებული. წამიყვანე მე მათ გეური. ყველას ხო და ეს UFC-ში რატო ეხა გეტყვი? სპონსორებს რო ეგრე ესაუბრები ჩემზე რა. კი, სოფლიო ჩემი კი ესენი არა. ეგნერადინ ეხა დიდები. სხვა მიხوارგაზდი. ნუ ეხა ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სოფლიო ჩემპიონობა ძიუდოში, მაგრამ ნუ მატერიალურად რო ავიღოთ ან თუ გინაცნობა და პოპულარულობით ეხლა რა თქმა უნდა ჯონ ჯონს რო დაამარცხებ ხო ის შენი ჩემწონა ხო ისე კი არ ვიცი ზუსტად რა წოხ ცოტა ვერ ვერკევი ხო დასახელებები შენ იქნები ჯონ ჯონსში პლუსაში იქნები კი პლუსაში -100 ხო ხარ შენ -100 ვარ ხო და პლუსაში უნდა ავიდეს ჩემი აზრით და ჯონ ჯონს უნდა იჩხუბოს ეგ არის პლუსი მაგის გამოთ პერეირა არის მაგის გამოთ პერეირა არის აი ბიჭო პერეირაც კარგი პროსტო ჯონ ჯონსი არის ისეთი ფიგურა რომ -100-ზე არის და +100-ში უნდა ავიდეს ხო პლუსაში ასე რა პრობლემაა ერთი ბურგერლომები ერთი ბურგერლომები რომლის ვაუჩერსა ჩვენ გადავწევ ეგ არის რომელიც დებარეობს რომელიც არა ისე ჯონ ჯონსის დამარცხება ძალიან მაგარი ამბავია ხო კი ახლა ბევრად ხო თქვი ახლა მე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე რა თქმა უნდა ახლა ჯუდო კი რა თქმა უნდა ისე ყველაფრით რა თქმა უნდა ჯონ ჯონსის დამარცხება აუ ეგ რავი ილია რო ამარცხებს ჯონ ჯონს აი ოღონდ თანიმე ჯუდო მალე მოვაიგდრო აუ ისე მაგარი არ გიფიქრია მაგაზე UFC-ში მონაწილეობაზე? არა, რაღაცა ისე დიდად მოყვარული არა ვარ ხო ეგეთი აგრესიული სპორტების რა. სპეციფიური სპორტებია მაინც აი კრივი ის ძალიან კარგია საყურებლად რა და სანახავის მოყვარული არ ყველა და სეირის, მაგრამ მე არ ვიქნებოდი მონაწილე, არ ვიქნებოდი რა. ისე მე სხვათა შორის ამასთან ლაშა ბეკაურის კომენტარი ვნახე რომ რაღაცა უნდა ხო დანავაიდან მაგურდია დანავაის ხო წერს ხოლმე რა ბიჭო ის არის ხო კი ხო მაგრამ ნუ ეხლა ლაშას ჯერ უნდა მოწოროს რა ორი ოლიმპიადა კი ხო ძალიან კარგად გამოდის მე თუმეტეს სიუდო და ბიჭო თან რა არის ხა UFC-ში იცი ძალიან მაგრა წამოვიდა ეს ქართული ეხა ეს მერაბის და ილიას დამსახურება რა თქმა უნდა მაგრამ დაგერა ალექსანდრე კიდე წამოვიდა და კი ჯიუდოისტები ამ ჯიუდო იციან კარგად ჯიუდო ძალიან ეხმარებათ ანუ მართლა ძალიან ეხმარებათ მაგიტო ვიფიქრე UFC-ში ჯუდო ხო ჯუდოზე ჯუდოზე კი ჯუდოზე თუ არ დაიბნეს მაყურებელი ტატამზე შესვლამდე თუ გიფიქრია ახლა ამას ახლა მოუტან რაღაცა განსასწრებს მოუტან არა რაზე იცი ახლა აღარ დამთავრე ხა ეგ არ გინდა ჩვენ არ ვზრდელობთ ხოლმე გადაცემაში უბრალოდ ნახე რას ვამბობ იცი აი მოწინააღმდეგე რა თქმა უნდა ყველა პატივს სცემს ხა დარწმუნებულად იქ მაგრამ აი რაღაცა ისეთ იმაზე მოხვედ რომ ეხა შევალ და ნუ სხვათა შორის არა ეგეთი ემოციური შეიძლება დაგაზარალოს მაგარ ხო იმიტომ რომ პიროვნულად რომ ვიღაცაზე ხარ გაბრაზებული შეიძლება იმაზე ვერ იფიქრო რაც შენ მოგაგებინებს რა და ჯობია და დაზარალდე ხო და ისე ხა ვთქვათ მომენტში მაგალითად თუ წაგეუხეშა ან რაღაც ხო ხტები იმ გამოხატ აგრესია გადადიხარ უკვე ემოციაზე და შეიძლება უფრო მოგინდეს რა რომ აჯობო და უფრო დაამარცხო რა აი ჭიდაობის დროს საუბრობთ ხოლმე ოფერა ეგეთ შემთხვევა თუ არ ყოფილა სხვათა შორის არა მაგრამ ესე დაგდების მომენტში მარტო შენ გესმის რა რომ რაღაცა ვახ და ის აი ისინი რომ იძახიან რა შეიძლება მეც ვიძახი რა რომ არ ვარ ინსტინქტურად რა ტკივა ის ვახ ხო ინსტინქტურად იძახიან რომელიც მარტო მესმის ეთერშიც არის მის და არც ხო არის მის რა და რაცა ჩება გონებაში აი ზიგზნება ხო ხო ძირითადად და ხო ის რო იძახის. რა თქმა უნდა. ტრაუმა თუ დაგიმალავს იმის გამო რომ ჩემპიონატზე მიგეღო მონაწილეობა. დაგიმალავს. ხო ანუ ხო არის ხოლმე რომ თუნდაც შეიძლება და იმდენად გინდა ჩემპიონატზე მონაწილეობა რომ მიიღო რომ არა სხვათა შორის ეგეთ ჩვენ რაღაცა რომანტიზირებული მომენტები არ აგვაქვს ხოლმე რომ რაღაცა ეს შეჯიბრზე უნდა გავიდე და ფეხს ამალავ და ისამ. არა ჩვენ ტრაუმა გაქვს და ისვენე მე მეორე შეჯიბრზე მოემზადე რა. თუ მაგალითად ისეთ შეჯიბრი არ არის რა მნიშვნელოვანი და ისიც მნიშვნელოვანი შეიძლება შეჯიბრზე მიიღო ტრაუმა და მე დამალო რომ რაღაცა მოწინააღმდეგე არ დაგიმალოს თორე ტრენერთან ახლა ყველაფერი უნდა თქვა იმიტომ რომ შესაბამისი პროცედურა უნდა იმ ტრაუმას რომ მივხედოთ რა და ეხლა შენ ნაკრებში და ვინც ყავს ახლა ის რა გუჯეჯიანი ხო არის რა ლაშა გუჯეჯიანი ხო ეგ არის შენი თავარი ფწნელი ყველა მიმართულებით არასაუბრ იცი ნაკრებში როცა არ ხარ და ისე ვარჯიშობ თუ სულ ნაკრებში ვარჯიშობ სულ ნაკრებში ვარჯიშობთ რა
გაწერილი გვაქვს გეგმა და გუჯეჯიანი დაჯდება და უგიწერს ყველა სალცალკე და გვავარჯიშობთ რა. როცა საერთო შეკრება არის, საერთო ვარჯიშები გვაქვს, როცა ინდივიდუალური რა თქო, ყველას ჩვენი გეგმა. ეს არა კაია რომ აი ხა ბიჭებიც ძალიან მაგრები არიან, მაგრამ მწვრთნელია ხა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია რა მომენტში გეტყვი, იმიტომ რომ მე ეხა არ მიწევს საერთოდ ფიქრი, ეს ვივარჯიშო, ეს გავაძლიერო, რაღაცა ეს მჭირდება. მე ხო ხტებ დამიდებს გეგმას და უნდა შევასრულო და ვიცი რომ თან გამართლებული გეგმა არის. პასუხისმგებლობა არ გაქვს იმდენად, რომ ან ეს მჭირდება, ეს მჭირდება. მნიშვნელოვანია. თან ჭიდაობის დროსაც ხო არის ხომ იქ შეძახილები გვესმის ხოლმე ხა რომ მაგ მომენტში რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ რო ჭიდაობ შეიძლება არ ჩანდეს, რაც გარედან ჩანდეს რა. გარედან უფრო კარგად ჩანს, რა როგორ მიდის. ბოლო ნაჯახი შეკითხვა. ნაჯახიც ისე სიტყვაც ისეთია, რომ ნაჯახი ვაჯახით კითხებია რა. ვარჯიშის გამო დეიცე თუ დაგვიანი ან არ წასულხარ. დეითი რა ისეთ დღეებში მაქვს ხოლმე, როცა ვარჯიშები არ მაქვს რა. ეგრე მომენტი არ გქონია რომ აი უთხოვთ რომ აი ეგ არის სადაც ვარჯიშის გამო არ წასულხარ ან გაგისნენია. ისე არის ჩვენთან ბევრი სპორტსმენი, რომელიც ძალიან სერიოზულად ეპყრობენ მაგას და შეიძლება რაღაცა მაგალითად ქორწილის მეორე დღეს ივარჯიშა და ესეთი უარი ანება. ხო ეს ძალიან ვაფასებ რა ესეთ დამოკიდებულებას რა. მე შეიძლება ეგრე არ მოვიქცე, მაგრამ ხოთები რა პროფესიონალიზმი არის მაინც. კი. მაგრამ მეორე დღეს არა, მაგრამ მესამე დღეს ანუ შენც დაალაგებული გაქვს ყველაფერი ისე რომ კი დაალაგებულია ხო გინდა თუ არა ურთიერთობა იქნება თუ იქნება მეგობრები თუ ვარჯიში იქნება ეს ხელს არ უშლის ერთად კი ბატონო არა იქ მნიშვნელოვანია ხო რა თქმა უნდა ხა იმიტომ რომ თუ არ დაალაგებ მე კი ძალიან მოწესრიგებული და ესეთი კი ადამიანი აი ძალიან თითქმის ბოლოში გავედით ბოლოს გვაქვს ხოლმე ესეთი რაღაც რომ სტუმრის 1 წუთი სტუმრის 1 რაც გულისხმობს იმას რომ 1 წუთი მაყურებელს უნდა მიმართოს სტუმარმა ნებისმიერ თემაზე რაზეც გინდა 1 წუთია შენი შეგიძლია ურჩიო ჩვენს მაყურებელს მომავალ ჯუდოკებს ურჩიო რა გააკეთონ როგორ მოიქცნენ ან უბრალოდ ადამიანებს მიმართო მეტი სიყვარულით იცხოვრონ ან ნებისმიერ რამ რაც შენ გამოიწერონ მხარით თქვენი არხი ან რას მაგას ხო მოკლედ 1 წუთი გაქვს და რაც გინდა გაუშვით რო და დრო დავნიშნეთ ნუ პირველ რიგში იმას ვეტყოდი რომ ეს კაი ადამიანები თქვენზე საუბრობ გამოიწერონ მათი არხი იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა ამ ჩადებული რა არანაკლები არის ჩვენი სფეროსგან ჩვენი სფეროდან გამომდინარე რა რასაც ვგრძნობ რომ როგორც ჩვენ გჭირდება ეხლა ამდენი ვარჯიში მომზადება რაღაც რეჟიმში ყოფნა იგივე არის თქვენი სფეროც რა რომ ძალიან ბევრ ამაზე გიწევთ ესე ვთქვათ ზრუნვა რა გამოიწერეთ ამა და დავაფასოთ შრომა რა ვიცი ახალგაზრდა ძიუდოისტებს ახალგაზრდა ბავშვებს ვეტყოდი რომ ძალიან ბევრი იშრომონ და იშრომა რომელსაც ეხლა გაიღებენ არასდროს არ დარჩება ესე დაუნახავი იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას ჭირდება დღეს ეს რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იფიქროს საქართველოს მომავალზე და თავიანთი შრომით და თავდადებით გამოაჩინონ ჩვენი ქვეყანა რა დიდი მადლობა ეგ არის ძალიან მაგარი 1 წუთი ძალიან კარგი ესეთი იყო მადლობა იმპროვიზაციაში სუსტია უფრო კითხები მიჩენ რაღაცა ისეთი მელოდია უნდა მიასვა და ეგ გავარდა და ქვევით ტიტრები და ცოტა ისე არა ძალიან ისეთი კარგი იყო ხო და ეხლა ჩვენი სპონსორების აქვს საჩუქრებზე უნდა გადავიდეთ დავიწყეთ საჩუქრებს მიმართულებით დავიწყეთ ორი საჩუქარი ჯერ დავიწყოთ სუნამოთ შემდეგ ხო გადავიდეთ გურკი კომპანია არომატო ხო მოკლედ არომატოს აქვს ჩვენთვის გამოგზავნილი სუნამოები ჩვენთვის რა ჩვენი სტუმრებისთვის და ნებისმიერი სუნამო შენ რომელიც მოგწონს შეგიძლია ამოარჩიო და ჩვენ აუცილებლად საჩუქრად გადმოგცემ ბევრნაირი ბევრი სახის სუნამო აქვს თან ისე კი არ არის ნახე რა მაგარი შეფუთვა და ისე აი რომელიც მოგწონს დიორი იყოს მოდი რა დიორის ფარგლეტი აირჩია ილიამ აი შენ აი ყუთი ჩავდოთ თან და არომატოსგან საჩუქრად ძალიან დიდი მადლობა რა გადავცეთ ჩვენი საჩუქარი მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ჩვენ გვინდა გადმოგცეთ ჩვენი სპონსორი არის Burger Lions-ი როგორც გითხარით
და ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, საქართველოში საუკეთესო ბურგერებს აკეთებენ. საბურთალოზე, გლდანში და ეხლა უკვე თავისუფლებაზე, გალერეში შეგიძლიათ შევუკეთოთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა ილიას გადავცემთ Burger Lions-ისგან ვაუჩერს და ამ ვაუჩერით გამოყენება შეუძლია მივიდეს Burger Lions-ში, როცა იქნება ამისი დრო და როცა არ იქნება წონის კლების პროცესი. კი ბატონო, ეს საჩუქარი შენ Burger Lions-ისგან. ეგარ. როგორ მოგეწონა ჩვენთან სტუმრობა? ძალიან მისიამოვნე რა, რაღაც ბავშვობაში მე ძირითადად ბავშვობაში მომიწია თქვენი ყურება და ესე თქვენი გაცნობა და სულ ფიქრობდი რომ რაღაცნაირად როგორ შეიძლებოდა ამათან მოხვედრილიყავი რაღაცა და არ რჩება ხოლმე რა ეს ფიქრი და რაღაც ემოცია ისე განუხორციელებელს და ესე თქვათ ესე განხორციელდა ეხა ჩემი სურვილი რა და ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ილია ჩვენ დიდობაში მოგვიწია შენი ყურება და ყოველთვის გვინდოდა რომ აი ესე ახლოდან გაგვეცანი და ძალიან კარგია რომ ესე ვიცნობთ საკეთებ საქართველოსთვის რა წარმატებებს გისურვებთ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი მაყურებელს შევახსენებთ ილია სულამანიძე იყო ჩვენი სტუმარი და გამოიწერეთ ჩვენი არხი აუცილებლად და უგულშემატკივრეთ ილიას ყველგან სადაც გამოვა არა მარტო ილიას მთლიანად არა ამ შემთხვევაში ილია და რა თქმა უნდა მთლიანად ნაკრებს აბა კარგად მადლობა ილია დავით